თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. ვაგრძელებთ ვლადიმერ პუტინის საქმიანობის გაანალიზებას, რომელმაც უდიდესი დარტყმა მიაყენა პირველ რიგში რუსეთს. ჩვენ დიდად არ ვნერვიულობთ ამ ამბავზე. გადაცემა ეძღვნება ქართველ ბნელ იმ ნაწილს, ვისაც პუტინი უძლეველი და მაგარი გონია. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ყველასათვის ცნობილია თუ რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინასთან. ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ არ სურს მეტი ნატო იხილოს მის მეზობლად. ნატოს გაფართოება არ მინდაო და უკრაინასთან წარმოებული ომის შედეგად ნატოში შევიდა ფინეთი და შვედეთი. ევროპის ორი უძლიერესი და მნიშვნელოვანი სახელმწიფო. რუსეთისთვის უნიშნულოვანესი სასაზღვრო არტერია, ბალტიის ზღვა და მისი ოკეანეში გამავალი სრუტეები სრულიად ნატოს კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. რუსეთმა უკრაინის არმიის სახით მიიღო 2023 წელთან შედარებით ბევრად უკეთესი, ევროპის ყველაზე უფრო მოტივირებული და ბრძოლისუნარიანი არმია, რომელიც რუსეთს ვერ იტანს. ხოდა იძახეთ ახლა რომ პუტინი მაგარია. რუსეთმა ასევე მიიღო ინფლაცია, ეკონომიკური რეცესია, ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი და პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში უწევს ბიუჯეტის სეკვესტრი. მისი ეკონომიკის პროგნოზი უმძიმესია, რაც არ დაუმალავთ თავად რუსეთის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს ამ რამდენიმე დღის წინ პეტერბურგში ჩატარებულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლებისას. დიახ, პუტინი რუსეთის მტერია. რეალურად პუტინი ჩინეთის ვასალია და ჩინურ საქმეს აკეთებს საკუთარი თავის გასანადგურებლად, რათა ჩინეთმა რუსეთს მოწიწკნოს მოსაწიწკნი. ბოლოს ველოდებით ასეთ შედეგს. რუსეთი დაიშლება და აღმოსავლეთ ნაწილი დარჩება ჩინეთს, ხოლო დასავლური ნაწილი, ანუ ევროპული დარჩება ევროპას და თვითონ შეეხვეწებიან ევროკავშირს და ნატოს. მიგვიღეთ, თორემ შეგვჭამა ჩინეთმაო. აქ რომ კაბალურ პირობებზე მოუწევს გაკოტრებულ რუსეთს წასვლა, ეგ ხომ მხოლოდ ბიზნესია და არაფერი პირადული. ყველას ესმის. მერე დაიწყებენ, აი თქვენი ჰუმანური ევროპა, როგორ მიიტაცა დასუსტებული და საწყალი რუსეთი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ როცა არასრულ გზაზე დგახარ, ძვირს გადაიხდი, ხო და გადაიხდის რუსეთი ძვირს და ამაში არაფერია გასაკვირი. მით უმეტეს, როცა საკუთარ მოსახლეობას ისე ექცევი, როგორც ოკუპანტი. რუსეთში უდიდესი ნაწილი არარუსი ცხოვრობს, რომლებსაც საკუთარი ენა აქვთ. მოკლედ, კარმა ოხერია და ყველა იმპერია ცუდად ამთავრებს. რუსეთი ვერ იქნება გამონაკლისი. მე დღესვე მინდა ეს რომ მოხდეს, მაგრამ მოვესწრებით, ყველა მოვესწრებით ამ დროს. ამ ამბავზე რუსეთუმეები მხოლოდ დაღონდებიან, მაგრამ საფლავში რუსეთს არ ჩახვევიან. მეტიც იტყვიან ღირსი იყო, თუმცა დღეს გულის სიღრმეში გულშემატკივრობენ. მამლის ყივილამდე სამჯერ უარყვეს ქრისტე და რუსეთს იმდენჯერ უარყოფენ, დაათვლით დავიღლებით. ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებ. ერთადერთი რაც გვჭირდება, არის მზადყოფნა გადამწყვეტ მომენტში, რადგან რუსეთი აუცილებლად დაიშლება, ლოგიკურად და არა სამწუხაროდ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.